გოგა ერთი რაღაც შეგეკითხო. ეხლა ძალიან მალე მოვა ახალი წელი. კი ბატონო. ხო და ამ წელსაც არ შეიძლება ნაძვის მოჭრა. ალექსანდრე ხეთაგურთან. არა, ნაძვის მოჭრა ზოგადად არ შეიძლება. ჩემი გული და სული მაინც ეკუთვნის ამ ყოველ. იმიტომ რომ მე მქონდა კარგი გეგმა შემუშავებული რა, მაგრამ თუ არ შეიძლება, აი ესეთი რაღაც გავაკეთე, ოხრახუშის ნაძვის ხე. კი. კარგი, საახალწლო იმაზე. მინდა მედერა ხალხს გესურვებ, ჩემო მეგობრო და რა. კარგი. და ბოლო თემა. კიდე გვაქვს? ერთი თემა დარჩა კიდე. არ ვიცი, ამას დასიზო. ბუნებრივი და სტიქიური მოვლენები. ბუნებრივი და სტიქიური მოვლენები. ბოლო რასოს არ ვასახე. სტიქიური მოვლენები რა თქმა უნდა, ვიცით ხო? აჰა, ხარიშხალი და ისა. ერთ-ერთი ცნობილი თუ გახსოვთ, ტბა ადიდდა, გადმოდიოდა და სოფლის წაღებას აპირებდა. და ნუ ეხლა ცოტა ვაზვიადებ, რა თქმა უნდა, თლათეგრი არ იყო საქმე, მაგრამ ეს ველის ციხეში ხო არის? ველის ციხეზე მაქვს საუბარი, ჭერმის ტბა რაღაცა გადმოდის და ღამე შედის სოფელში ბევრი საპატრულო მანქანა, გარემოს დაცვის სამინისტროს მანქანები და მიდის ევაკუაცია. და ნუ შედიან ოჯახებში და ტბა ადიდდა, მალე 7 მეტრიანი ტალღა შეიძლება წამოვიდეს. აბა იქით ვიკრიბებით, ფერდობზე ვართ 2012 მოდის. რაღაც მთელი ამბებია და ერთ-ერთი მანქანა შედის ერთგან სახლში და ბებიაზის მარტო სახლში. და ბებო წამოდი ჩქარა, წამოდი, ნუ ჩქარა წამოდი უკვე რაღაცა ისეთია. წამოდი ჩქარა, ტბა მოდის, რაღაცა ისეს. ეს ხალი რა ტბა მოდის შვილო რაღაცა დაიძაბ, ვერ ხვდებ რა ვინა ხარ შვილო, რომელი ხარ? რა ტბა მოდის? ტალღა წაგიღებს, წამოდი, გამოდი, თორე შეიძლება ვერ გადარჩე. რა გინდა შვილო, აქ არის რაღაცა არყის ქვაბი თუ გინდა აგერდებ რაღაცა ესე. და ეს დაიღალო. რამდენი წლის ახარ ბებო? 93-ის და რა ხდება? არაფერი ბებო, არაფერი. კარგად არის. აი